გამარჯობა. Რაღაცნაირი ნარატივი გამოჩნდა ეგრეთ წოდებულ სივრცეებში და ეს ნარატივი როგორ ჟღერს ახლა რა. თამარ მეფე როგორი იქნებოდა და ლელა წურწუმეას სურათი გვერდზე. ხვარსებობს რაღაცა ზღვარი. ხვარის რაღაცა ხაზი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე რა. ვისაც გვწამს და ვისაც გვჯერა და ვინც პატივს ვცემთ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და სარწმუნოებას, ვიცით რომ თამარ მეფე წმინდანად აქ 60 ქულე ეკლესიას ყავს შერაცხული, ხო? ყველაზე მცირე ეს მიტო არ უნდა გადაკვეთო ეს ხაზი და არ უნდა მოგვაყენოს შეურაცხყოფა და მეორე კაცო ვინც აკეთებს ამას და ამას აკეთებს ნაცქოცური პროპაგანდა, ამას მეტი არავინ არ აკეთებს, იმიტომ რომ სინამდვილეში ნაბოძვარი ლელა წურწუმია არის კოკაინჩიკი მამულიჩას ცოლი და მეტი არაფერი სტატუსი არ აქვს მაგას საზოგადოებისთვის. ვისაც მოსწონს მაგის სიმღერები ადგეს და უსმინოს, მაგრამ ვიცით რა, ტონა ნარკოტიკით დაიჭირეს ეს მამულიჩა და მეორე დღეს ქოცებმა გამოუშვეს გარეთ და რას ემსახურება ეს ქალი, ხან ნაცებს უკმევს, ხან ქოცებს უკმევს, ხან ტრაკის ჩვეულებრივ ტრაკის მოთამაშე ბოზია რა, მეტი არავინ არ არის და ნუ ღარ გადმოვა რა, სიღრმისეულად, ნუ ღარ გადმოხვალთ ქალბატონო ლელა, იქ სადაც არ არის გადმოსასვლელი. ტეხავს ნამეტანი გაჩერდი მაგ. და ისე გვესმის რომ ამ ხაზარაძემა საკუთარ დედაზე რო წერდნენ სექსუალურ გრძნობებზე პოეზია და ემა და სადაც ჩადევით ფული, რაც გაანოყოფიერეთ საქართველოში, იმას ვიღებთ და გაჩერდით რა, ტრაკი დააყენეთ. აი თუ რამეს უნდა იცავდეს სახელმწიფო, ხო? უნდა იცავდეს ესეთ გრძნობებს საზოგადოებაში, უნდა იცავდეს მის მემკვიდრეობას, სულიერს, კულტურულს, რელიგიურს და არ უნდა მისცეს არავის იმის საშუალება გადმოვიდეს აქეთ და შეურაცხყოფა მიაყენოს ძირითად სტანდარტებს, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა, ძირითადად ჩვენი სამშობლო, ხო, ემოციური განცდა არ არის მარტო სამშობლო, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს. სახელმწიფო უნდა იცავდეს იმას, რაც ერისთვის ღირებულია, მაგრამ თუ სახელმწიფო არ იდგება ესეთ ღირებულებებზე, მაშინ როგორი სახელმწიფო გექნება და როგორი იქნება შენი სამშობლო, შეუტვინო და რაღაცა ტექსტებით რო ლაპარაკობს იქ ივანიშვილი. ქართული ოცნება წლების მანძილზეა ეწევა ნარკოტიკის ფარულ ვაჭრობას საზოგადოებაში, პროსტიტუციის წახალისებას, ყველაფერს აკრძალულს, ყველაფერს ანტილეგალურს, იმიტომ რომ ესაა შემოსავლიანი ბიზნესი და ამ შემოსავლიან ბიზნესს ყავს თავისი დედოფლები და თავისი მეფეები. ერთ-ერთი მათგანია ეგრეთ თამარ მეფეს არ გავს. სხვათა შორის, თუნდაც ვიზუალიზაციით ლელა წურწუმია გავს ერთ ჩათლახ ნაბოძვარ ბარიგის დედოფალს და არის ნარკოდილერი საქართველოში. всё, მეტი არაფრის თქმა არ მინდა და მაგას მიაქციეთ ყურადღება და მაგას მიეცით საკუთარი დანიშნულება და ვიცით რა, უგრძნობთ ამ ყველაფერს, საიდან მოდის ეს, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს, საიდან იღებს და ყურადღება კიდე ერთხელ გეუბნებით რა, ნუ გაგხვდით იძულებულს 24 საათიან რეჟიმში გაგინოთ თქვენ ერთად რა, ნარკო მომხმარებლებო. თქვენ ქართული ოცნების ხელისუფლება და ნარკო რეალიზატორებო ერთად. არ მინდა ახლა იმის გარჩევა ნარკო მომხმარებელი უფრო დიდი ცოდვილია თუ ნარკო რეალიზატორი. ქართული ოცნება ორივე გაღწნილების ერთად მატარებელია. დაისვით ეს ლელა წურწუმია აბიძია, აკეიფეთ თქვენს პურმალირზე მიიწვიეთ თქვენს იმაში ყავდეთ ნასეთკად დავერბოვკებული, გინდათ ნაცებში შეგზავნეთ, გინდათ კოცებში რაც გინდათ ისაკეთეთ. ოღონდ იქეთ აი იქ რაღაცა ზღვარი რო არსებობს, ხო, რომელსაც არც სამწუხაროდ საპატრიარქო არ იცავს, არც სახალხო დამცველი არ იცავს, არც სახელმწიფო არ იცავს და არ იცავს, ხო? და ვართ უბრალო ხალხი დარჩენილი და ვართ ჩვენ გრძნობებში და ვართ ჩვენს იმ იდეალურ სამშობლოში, რომელიც ჩვენმა დედებმა და მამებმა გადმოგწეს წიგნებიდან და გადმოგწეს ჩვენი ისტორიიდან. აი იქ ნუ ჩაგვიჯვამთ თქვენი დედა შევეცი. მადლობა.